როცა აივანთან ჩაივლის პროცესია, მე კი აივნიდან ხოშიანად გადმოვაფურთხებ. სიმღერას შეწყვეტენ ისინი, ვინც ღმერთი დამაკარგვინა და უღმერთოს მიწოდებენ. მართლმადიდებლურად დაიბოღმებიან გზას ლოცვა-ლოცვით გაუყვებიან ტაძრისაკენ. აუცილებლად დამიმახსოვრებს ერთ-ერთი მათგანი, რათა მოგვიანებით როგორც კი მარხვა და სრულდება ყოვლად ბრძენი მამაოს კურთხევით საქმე გამირჩიოს, მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ 64 უნდა გაინაღდონ. რამდენი რამ არიცით, ჩემზე უბრალოდ ეჭვი გაქვთ, რომ ღამღამობით კატებს ვკლავს სასაფლაოზე და რქები ამომდის. აქ ჩემი ცოლი არაფერ შუაშია, მე იმ ხეპრე პოლიციელისგან განსხვავებით სულ სხვა მიზეზით ამომდის რქები. აიდი ბაღათი მაქვს აღებული უსტიციის სახლში არიქა, საქმეს ნუ დაიჭერთ ჩემთან. ჩემი საქმე წასულია. თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში კი არა, საარჩევნო სიებშიც არ ვარ. ასე რომ არაფერში მიმიძღვის ბრალი, თუ არ ჩავხლით მამაჩემის უეცარ სიკვდილს, რომელიც ჩემგან განსხვავებით არის საარჩევნო სიებში. მე კი ვერლიბრებს ვეჩვევი და სმას თავს ვანებებ, ხომ ვთქვი, ჩემი საქმე წასულია მეთქი. ღვაწმოსულ მწერალს არასდროს უჩუქნია ჩემთვის კალამი. აღარც დუელანტი ვარ გასული საუკუნის, აღარც კავალერი ვარ, რომელიმე ორდენის ბერეტი და შარფიც კი არ მაქვს. სამაგიეროდ სისხლი მაქვს აზნაურის და რაიონული სასამართლოს დადგენილება სამართალდამღვრ თემურელევას შესახებ, რომელიც მთვალი შუაღამე ქუჩაში ყებდა. ზამთარია, რახანია მკვდარი ვარ და ახლა როგორც არასდროს რაღაცას წარმოვადგენ. წესი იმ ახალგაზრდა ყმაწვილმა ამიგო ჩემს დასახიჩრებას, რომ ლამობდა მარხვის დასრულებისთანავე. სასაცილოა იმ სასაფლაოზე დამგძალე, სადაც კატებს ვკლავდი და ვინიცის კიდე რას ჩავდიოდი. მართალია ორდენის კავალერი ვერ გამხადეს, მაგრამ შარფი და ბერეტი სულაც არ ყოფილა პრობლემა. უხვად ჩამატანეს პოეზიის ლაწირაკებმა. წინ ღვაწმოსილი მწერალი მიუძღოდათ პირადი კალმით გულის ჯიბეში, ხომ ვთქვი, როგორც არასდროს რაღაცას წარმოვადგენ მეთქი. რაც მთავარია ამომშალეს ნისიების დავთარიდან და ავტომატურად აღმოჩნდი საარჩევნო სიაში მამაჩემის სახელის გვერდით.